ჯვრის წასაბრძანებლად შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მონასტერში სოფელ ჭალის სამების ეკლესიის მოძღვარი და ადგილობრივები სპეციალურად მარიამობის დღესასწაულისთვის ესტუმრნენ. ჯვარი, რომელიც 300 წლის წინ აჭარისთვის ძნელბედობის ჟამს შუახევის რაიონის სოფელ ჭალას ეკლესიის მოძღვარმა მამა ზაქარიამ საკუთარი მხრებით მოიტანა შემოქმედში, საუკუნეების მანძილზე აქ ბრძანდებოდა. მისი ისტორიული მნიშვნელობის გამო ქრისტიანული სიძველე ამჯერად თბილისში, ხელოვნების მუზეუმშია, თუმცა მისი ასლი შემოქმედში გახლდათ დაბრძანებული და აჭარელი მეზობლები გურიაში სწორედ მათი სიწმინდის დასაბრუნებლად გადმოვიდნენ. დიდი მადლობა გურიას, რომ თუ მან შეძლო ჩვენი ძმებიდან, აჭარიდან მობრძანებული 300 წლის წინანდელი მიბარებული საგანძური ჩვენი ხსნისა და ჩვენი ქრისტიანობის მადლის დაცვისა, დიდი ჯვარი, რომელიც ინახებოდა შემოქმედის მონასტერში და დღეს მოხდა ესეთი შესანიშნავი მოვლენა, ჯვარი უბრუნდება თავის მშობლიურ სახლს. ჟამმა თავისი გააკეთა დაგვიანდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ მამა ზაქარიას ქონდა იმედი 5 წელში, 10 წელში, მაგრამ ჯვარო მიდიხარ, ჯვარო დაბრუნდები, ეს არის მისი ნათქვამი სიტყვები, რომელიც ჭანის ხეობაში ჩვენმა ხალხმა შემოინახა და მისი ოცნება და მისი სურვილი ასრულებულია, დღეს სრულდება ის საპატიო მისია, რასაც ჯვარის დაბრუნება ქვია შემოქმედი და ლეგენდაში კი არა, სიმართლეში ჭანის ხალხი სულ მოიხსენებდა, რომ ჩვენი ჯვარი და ხატი ინახება შემოქმედის ეკლესიაში. ჩვენთვის შემოქმედებისთვის ეს არის ის ლამაზი ისტორიის ფურცელი, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვა, რომ წაგვიკითხავს, მაგრამ დღეს ფაქტის სახეზე ასრულდა ის დიდი დღე, რასაც ქვია ჯვარი რამდენიმე საუკუნის უკან მობრძანებული იყო ჩვენ სოფელში შემოქმედში და ახლა ვაბრუნეთ იმ ადგილას, სადაც მისი ადგილი იყო 300 წლის უკან. სანამ სოფელ ჭალაში საბოლოოდ დაიდებს ბინას, ჯვარი სიმბოლურად იმავე გზას გაივლის, რომლითაც მამა ზაქარიამ იგი შემოქმედის მონასტერში მოაბრძანა.